არა და ისტორიკოსის შეფასებით სწორედ ეს ორი მომენტი, ანუ დაუსრულებელი წვნავარჯიში ჯარისა და ყივჩახთა ჩამოსახლება იყო საფუძველი დავითის წარმატებული მეფობისა. მეორე მხრივ ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ამ ღონისძიებებით უკმაყოფილო შეიძლება იყოს ვინ? არაბები, თურქები, სპარსები, ანუ გარეშემტრები და მსხვილ ფეოდალთა ნაწილი. და ძალიან სტატურად აკეთებს ისტორიკოსი იმას, რომ წარმოაჩენს საშინაში და მოწინააღმდეგეების სადა გარეშე, მტრებად აღიარებული სახელმწიფოების პოზიციების თანხმედრას და ამით დისკრედიტაციას ახდენს, უწევს მეფის მაბრალობელთ, ანუ მათ მეფის პოლიტიკის კრიტიკოსებს. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია მოვიშველიოთ ისტორიკოსის ესეთი მითითება, რომ მეფე არცა ცუდად დაშვრა, ანუ ჯარის მუდმივი წვრთნით, მათითა ხელითა მოსრნა სპარსეთის ძალნი, სპარსეთში აქ იგულისხმება ყველა საგარეო მტერი პრინციპში და დასსა შიში და ზარი ყოველთა ამ სამ წერტილში იგულისხმება სწორედ ისინი ვისაც თავზარი დასსა წარმატებებმა და ეს იყო არა მხოლოდ სპარსეთი, არამედ ხალხი, ვინც ამ აბრალობელთა უკან იდგა, ანუ მსხვილი ფეოდალური არისტოკრატიის ის წარმომადგენლები მეფის ხელისუფლებას რომ უპირისპირდებოდნენ. მეორე საკითხი ეს არის თვითონ ისტორიკოსის მსოფლმხედველობის განხილვა. ჩვენ თქვით, რომ უდაოდ განათლებული ადამიანია და მთელი მცოდნას ფლობს, რაც შეიძლება რომ განათლებულმა ადამიანმა იმ ეპოქაში იცოდეს და ეს ცოდნა და ეს განათლება მის მსოფლმხედველობაშიც აისახება პროგრესულ მიდგომებში, რომელზედაც ახლა გვინდა მოკლედ ყურადღება გავამახვილოთ. პირველი ისტორიკოსის აზრით ისტორიული მოვლენა შეიძლება იყოს ზეგარდმო ღვთისგან მოვლინებული, მაგალითად, როდესაც ერი ძალიან სწოდავს, მას ღმერთი გარკვეული სასჯელის სახით მოუვლენს რაღაცას, მაგალითად შეიძლება ეს იყოს ბუნებრივი სტიქიური მოვლენა, შეიძლება ეს იყოს მტერი, რომელიც გაიმარჯვებს ამ ხალხზე და როგორც წესი ამ დამარცხების ამოცნობის ან ამ სტიქიური მოვლენის მიზეზის ამოცნობა იოლად ხდება იმ შემთხვევაში თუ ხალხს ბოლომდე არ წართმევია საღი აზრი და შეუძლია დააკავშიროს ეს უარყოფითი მოვლენები მის ცოდვილ ბუნებასთან და იზრუნოს ამ ცოდვების აღმოფხვრაზე, ანუ იზრუნოს უფრო მტკიცედ დაადგეს სარწმუნოებრივ გზას, ზნეობრივი ცხოვრების გზას. ეს იდეა თუ აქ ერთ-ერთი არის ამა თუ იმ მოვლენის გამომწვევი, შემდეგ ვნახავთ მე-14 საუკუნის დასაწყისში ჟამთააღწერელთან, რომ ეს იქნება ერთადერთი და მთავარი, რაზეც მოძრაობს ისტორია, რაც ქმნის ისტორიას, ანუ ზეგარდმო ღვთისგან მოვლინებულია ყველაფერი, ავიცეთ და კარგით. დავითის ისტორიკოსთან ეს არის ერთი მხარე ისტორიული მოვლენის ახსნისა, მაგრამ ზოგჯერ კი ისტორიულ მოვლენას ფაქტს სრულიად ბუნებრივი საფუძველი აქვს, ეს კონკრეტული მიზეზი განაპირობებს კონკრეტულ შედეგს და აქედან გამომდინარე კანონზომიერი ხასიათი აქვს ისტორიულ პროცესს, მაგალითად კანონზომიერი იყო ის, რომ გაძლიერებამ ქვეყნისამ გამოიწვია დიდგორზე გამარჯვება, მტერზე გამარჯვება დიდგორის ველზე საბრძოლა გაიმართა და ამან გამოიწვია უკვე ის, რომ თბილისი იქნა აღებული და მუსულმანთა შემთხვევაში ისტორიკოსი ამბობს არაბთა 400-სლოვანი ბატონობისაგან განთავისუფლებული და კიდევ ერთი კანონზომიერი შედეგი იყო საქართველოს გაერთიანება, რითაც დაგვირგვინდა ხო ეს პროცესი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისტორიკოსი შემთხვევითობებსაც არ გამორიცხავს და თვლის, რომ მას არ აქვს გამსაზღვრელი მნიშვნელობა, მას არ აქვს ისეთი დატვირთვა ისტორიაში, როგორიც მიზეშედეგობრივ კავშირებს და ზოგადად ისტორია მაინც
დავითის უცნობი ისტორიკოს კანონზომიერ პროცესად წარმოუდგენია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ თვითონ შემთხვევითობის ფაქტორსაც არ გამორიცხავს, არამედ თუ არ ვცდები საქართველოს ქართულ ისტორიკოსთაგან სწორედ პირველს მას შემოაქვს ეს ცნება შემთხვევითობათა როლი ისტორიაში და ვთქვა რომ არც იმ ეპოქის სხვა ქვეყნების ისტორიკოსები შევლობდნენ ესე რაციონალურად, როდესაც სამ საწყისზე აგებდნენ ისტორიულ პროცესს, ღვთისნება, კანონზომიერება და შემთხვევითობა, რომ ამ შემთხვევაში შემთხვევითობას უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა დავითის ისტორიკოსი, ვინმე კანონზომიერებას. ძირითადად ისტორია კანონზომიერ პროცესად მიაჩნდა მას. ეს არის უდაოდ პროგრესული და ძალიან ნოვატორული მიდგომა ისტორიისადმი. უბრალოდ ისტორიული პროცესის ახსნისადმი, მისი შინაარსის განსაზღვრისადმი. მეორე მეფე რაოდენ გენიოსიც არ უნდა იყოს, ეს არის მეორე იდეა, თუ ერი მზად არ არის ზიდოს მისი იდეები, ანუ იტვირთოს, გააცნობიეროს, მხარში ამოუდგეს, განახორციელებინოს, რაც სიტყვაც გინდათ კიდევ უკეთესი მოიფიქრეთ, შედეგი თვალსაჩინო არ იქნება. ესეც არის უაღრესად პროგრესული და ნოვატორული მიდგომა. ანუ ამ შემთხვევაში თვით დავით მეფეც კი, რომელიც ესეთი მეფეა, როგორცაც ის აღწერს, რომელსაც ბადალი არ აყავს არამსუ საქართველოს ისტორიაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც, დავით მეფეც კი ამ წარმატებებს ვერ მიაღწევდა მხოლოდ მის ძალაზე, მის ნიჭზე, მის უნარზე რო ყოფილიყო მინდობილი და დამოკიდებული, თავარი აქ ის იყო, რომ ქართველი ხალხი აღმოჩნდა მიმღები ამ იდეებისა და მის გარშემო დაირაზმა, ზუსტად ამან გამოიწვია ეს წარმატებები. და აქ არის ერთ-ერთი პირველი მცდელობა ისტორიაში გამორჩეული პიროვნებისა და ხალხის როლის განსაზღვრისა. ამ თემას ჩვენ ახლა ვერ ჩავალთ სიღრმეებში, ეს თემა დღესაც აქტუალურია ფილოსოფოსებში, ისტორიკოსებში, სოციოლოგებში. უბრალოდ ერთ-ერთი ესეთი რაციონალური მიდგომაა სწორედ დავითის ისტორიკოსთან, ანუ როდესაც აღიარებს გამორჩეული პიროვნების, ამ შემთხვევაში მეფის როლს ისტორიაში განსაკუთრებულს, მაგრამ იმ მეორე მხარეც არ ავიწყდება, ხალხიც არ ავიწყდება, მიაჩნია რომ ხალხს გამორჩეული პიროვნების მოქმედების ან ხელშეწყობა შეუძლია, ან ხელის შეშლა უნდა დამოკიდებულია თუ რამდენად თანხმედრაშია გამორჩეული ადამიანის მეფის იდეები ხალხის საჭიროებებთან და ხალხის მზადყოფნასთან აიტაცოს ეს იდეები და იმოქმედოს იმ დასახული მიზნით, რასაც მეფე უსახავს ხალხს. ეს არის იმ ეპოქაში, როდესაც მეფე ყველაფერს წყვეტს, მეფე ყველაფერია, მეფე სახელმწიფოა და ასე შემდეგ. ასე დროს ეს მიდგომა იყო უნდა შეითვალოს უაღრესად პროგრესულ მიდგომად. შემდეგი საკითხი მისი მსოფლმხედველობიდან ეს კიდევ ერთი შემოაქვს ერთი მხარე. შედეგს ხალხის თანადგომასთან ერთად ეპოქის თავისებურებაც განაპირობებს, ეპოქა ქმნის წარმატების ან წარუმატებლობის წინაპირობებს. აბსოლუტურად ჩვენ შეიძლება ვიდაოთ ამ სამი ფაქტორიდან რომელი უფრო მნიშვნელოვანია: ეპოქის თავისებურება, ხალხის როლი თუ გამორჩეული პიროვნების, ამ შემთხვევაში მეფის როლი. დღესაც არ არის ეს საკითხი ეს ბოლომდე გარკვეული და რაღაც თეორია მიდგომა აბსოლუტურად გაზიარებული. თუმცა დღეს ახლა მართლა შეცვლილი მდგომარეობაა და მეფეს თუნდაც მას მეფობის გვირგვინი ედგას, ისეთი უფლებები აღარ აქვს, როგორც თქვათ მონარქიული სახელმწიფოების მხედველობაში, მიახლოებითი უფლებაც კი არ აქვს, როგორც თქვათ მეფეს ჰქონდა წინა ეპოქებში. ამიტომ რა თქმა უნდა მეფის როლი ფეოდალურ შუა საუკუნეებრივ ეპოქაში უდაოდ დიდია, მაგრამ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მას აქვს მნიშვნელობა, არამედ სამ დანარჩენ ორ ფაქტორსაც: ხალხს და ეპოქის თავისებურებას. იქნებოდა კი დავით აღმაშენებელი
ის დავით აღმაშენებელი როგორადაც ჩვენ მას ვიცნობთ, მას რომ ემოღვაწა მე-9 საუკუნეში, მე-10 საუკუნეში, ან მე-16 საუკუნეში რომ მოსულიყო სახელმწიფო სათავეში, ოღონდ ვერ მოვიდოდა საქართველოს მეფედ, მოსულიყო თქვა კახეთის მეფედ, ან იმერეთის, ან ქართლის მეფედ. შეიძლება გენიოს ადამიანს, დიდ პიროვნებას ყოველთვის აქვს საშუალება და ამით არის ეს დიდი და გამორჩეული დავითის ისტორიკოსისთვის და პრინციპში მეც ამას ვიზიარებ, რომ მას ყოველთვის შეუძლია სხვაზე მეტი გააკეთოს, სხვაზე მეტი სასარგებლო მოუტანოს სახელმწიფოს ხალხს, ამიტომაც არის ის სხვისგან გამორჩეული, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ შედეგებს, რაც დადგა დავითის მეფობის დროს, განაპირობებდა იმ ორ ფაქტორთან ერთად, ანუ მეფესთან და ხალხთან ერთად ეპოქა, რომელიც ქმნიდა წინაპირობებს ამ შედეგებისათვის. სხვა შემთხვევაში შეიძლება ეს შედეგები ამ სახით არ დამდგარიყო. ან უმეტესად წარმატებული კი არა, უმეტესად წარუმატებელი, სულად წარმატებული კი არა, უმეტესად წარუმატებელი კი ყოფილიყო. ვიმეორებ, დავა ამ სამ ფაქტორის მნიშვნელობაზე თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ, უბრალოდ ამ საკითხის ამ ფორმით დაყენება არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ და იმ ეპოქისთვის, რომ აუცილებლად უნდა შევჩერებულიყავით და ზუსტად ეს საკითხები წარმოაჩენს იმ ეპოქის ქართული აზროვნების ესეთ დაწინაურებულ ხასიათს. კიდევ ერთი ვთქვათ შტრიხი მისი მსოფლმხედველობიდან გენიოს ფართო ასპარეზის სჭირდება, წერს დავითის ისტორიკოსი, ერთი ხალხის და ერთი ქვეყნის წიაღში მას არ შეუძლია თავისი გენიალურობის ბოლომდე გამოვლენა, მაგალითად მოყავს ალექსანდრე მაკედონელი და მეორე მხრივ დავით აღმაშენებელი. თუ ალექსანდრე მაკედონელი ესეთ დიდ ისტორიულ ფიგურად იქცა, რომელიც ყველა მიცის, პლუს ყველა ქვეყანაში მასზე სწავლობენ მის მოქმედებას, მის მეფობას, მის ძლევამოსილ ლაშქრობებს, იქცა იმიტომ, რომ მას ფართი ასპარეზი ჰქონდა, მთელი ბალკანეთი, მთელი წინა აზია, აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარით, ანუ ეგვიპტის ჩათვლით. დავით აღმაშენებელი, წერს დავითის ისტორიკოსი, უფრო დიდიც კი იყო ვინმე ალექსანდრე მაკედონელი, მაგრამ ის ვერ გასცდა საქართველოს რეალურად გასცდა ვიტყვი კავკასიის ფარგლებს, რომ მას არ ჰქონდა იმხელა ასპარეზი, რაც ალექსანდრე მაკედონელს, ამიტომაც თითქოს დაიჩაგრა დავითის გენია, ვერ სრული რეალიზება ვერ მოხერხდა იმ გენიისა, რაც დავით აღმაშენებელს ჰქონდა და რაც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო, მას რომ ფართი ასპარეზი ჰქონოდა. ესეც შეიძლება ვიკამათოთ ამ თემაზე, მაგრამ თავისთავად მიდგომა არის ძალიან ორიგინალური და ძალიან საინტერესო, მაგრამ რაც არ უნდა დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ საერთოდ ესეთ შედარებას ალექსანდრე მაკედონელისა და დავით აღმაშენებლისა და მაინდამაინც რომელიმეს უპირატესობის განსაზღვრას შეიძლება არ დავეთანხმოთ, მაგრამ მთავარი იდეა პირადად ჩემთვის არის ძალიან მისაღები, რომ რა თქმა უნდა გენიოსი იმით განსხვავდება უბრალოდ თუნდაც დიდი ადამიანისაგან, რომ მისი მოქმედების არეალის ცდება, ან უნდა გასცდეს ცალკეული ერის საზღვრებს, ცალკეული ქვეყნის საზღვრებს, რომ ის არის თავისი მისი იდეები, მისი ნამოქმედარი, მაშინ ხდება გენიალური, თუ ის ხდება სოფლიოს საკუთრება და არა ერთი კონკრეტული კულტურის, ან ერთი კონკრეტული ხალხის საკუთრება. შეიძლება რაღაცნაირად უტრირებას ვახდენთ ახლა ამ იდეისა, მაგრამ აი დაახლოებით ამის თქმაც სურდა დავითის ისტორიკოსი. გარკვეულწილად ესეთი სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, თქვა წკიპურტები, ანუ ესეც აქვს, ანუ არა მხოლოდ სიდიადეზე საუბრობს, ძლევამოსილებაზე საუბრობს, არამედ იმით არის ეს ისტორიკოსი დიდი, რომ არის ობიექტური და საკმაოდ მკაცრადაც ამათრახებს ბევრი მთვისებას, რომელიც მას შეუმჩნევია ქართულ ხალხში. მაგალითად ისტორიკოსი
ქართველი ხალხის უარყოფით თვისებებზეც თამამად საუბრობს, ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს, რამე თუ რაჟამს განდიდრდნენ, განსუქდნენ, მშვიდობა პოვონ და განსვენება იწყებენ განზრახვად ბოროტისა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ზოგადად ეს წარმოდგენა ქმნის ისტორიკოსის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, არა, ის ამ ხალხის შვილია, ამ ხალხის და ამ ქვეყნის პატრიოტია, მაგრამ ისტორიკოსი ძალიან ობიექტურია და შეულამაზებლად გვამცნობს უარყოფითსაც, რაც მას შეუმჩნევია, ეს არის ორგულება. ჩვენ აუცილებლად გაგვახსენდება ილია ჭავჭავაძე, თუ ვინმე იყო საკუთარი ერის მოყვარული, სწორედ ილია, მაგრამ როგორი დაუნდობელია ის, როდესაც ამ ხელს სწორედ მისთვის ესოდენ ძვირფასი ქართველი ხალხის უარყოფით თვისებებს, ხო? მაგალითად ბედნიერი ერი, რაც პირველ რიგში გავახსენდება ამ დროს. და მეორე, მაგალითად ის გულახდილად საუბრობს ეკლესიაზეც, ერთი როდესაც რუსულნიცის კრებაზეა საუბარი და დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია გახდა ქვაბ ავაზაკთა თავშესაფარიც კი, მეტი ხო რა უნდა თქვას, მით უმეტეს თუ იმის ეჭვი გვექნება, რომ სასულიერო პირია, ხო? და მეორე, როდესაც მაგალითად განიხილავს ქართული ეკლესიისა და სომხური ეკლესიის დავას, ანუ დავა მონოფიზიტურ და დიოფიზიტურ ეკლესიებს შორის და ორივეს აკრიტიკებს, ესეც მიუდგომლობას ისტორიკოსისაც გვიჩვენებს, იყო ორკერძოვე, ანუ ორივე მხრიდან ძლევისა მოყვარება მხოლოდ, ანუ ერთადერთი რა მიზანიც ამ ორი ეკლესიის წარმომადგენლებს ჰქონდა, თუ ამ დავების დროს, შეკრებების დროს, როცა ისინი განიხილავდნენ თითქოს სადაოს საკითხებს, იყო მხოლოდ ის, რომ ერთმანეთისთვის ეჯობნათ, ერთმანეთი დაეძლიათ, ერთმანეთზე გაემარჯვათ. რატომ არის ეს სამწუხარო და მიუღებელი, იმიტომ რომ წესით მიზანი სულ სხვა უნდა ყოფილიყო, არა ერთმანეთზე გამარჯვება, ერთმანეთის ძლევა, არამედ ჭეშმარიტების დადგენა და ამას არც ერთი მხარე არ ცდილობდა. ისინი არა ჭეშმარიტების დადგენისთვის იკრიბებოდნენ, არამედ ერთმანეთის გამტყუნებისთვის და იმისთვის, რომ ერთ ეკლესიას მეორე დაექვემდებარებინა და არა მხოლოდ სომხური ეკლესიას წოდავს დავითის ისტორიკოსის თვალსაზრისით და აზრით, არამედ ამ მხრივ არანაკლებს წოდავდა ქართული ეკლესიაც. და ცუდ სიტყვა პაექრობა იყო, მათ შორისო აქედან გამომდინარე, ნაცვლად გამოსავლის ძიებისაო. თემაზე მეც აღარ გავაგრძელებ საუბარს, იმიტომ რომ ძირითადად ეს საკითხები მეტყველებს ისტორიკოსის პოზიციაზე, მის ობიექტურ მიუკერძოებელ ხასიათზე, მისი ნაშრომის. და ძალიან მოკლედ განვიხილოთ ის, რითაც ეს ნაწარმოები ასევე გამოირჩევა, ეს არის წერის სტილი და მეთოდები, ხელოვნური, ანუ რიტორული სტილი არის აქ ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი, ეს არ არის უბრალოდ რიტორული სტილი, ეს არის ხელოვნების დონემდე აყვანილი სტილი თხრობისა, თუმცა იმ აუცილებელი მოთხოვნის გათვალისწინებით, რომ შინაარსი არ უნდა დამახინჯებულიყო, არ არის გატაცებული ისტორიკოსი აი რიტორობით, თხრობით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის საშუალება, რომ ნათლად წარმოჩინდეს ზუსტი შინაარსი, ისი აღწერაც მას სურს. მეორე, თხრობა არ უნდა ყოფილიყო გაზვიადებული ფაქტებს, თვით ყველაზე გმირულსაც, ამაღლებულსაც, ჰეროიკულსაც კი არ უნდა დაეკარგათ ბუნებრივობა. არსად არ არის დავითი წარმოდგენილი დევგმირზე უფრო დევგმირად, გოლიათზე უფრო გოლიათად და ასე შემდეგ, როგორც ვთქვათ, ეს ჯუანშერთან გვხვდება, როცა ვახტანგ გორგასალს აი ამ ლეგენდარულ კონტექსტშიც განიხილავს ხოლმე. ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ დიდია, ყველასაგან გამორჩეულია, ის ადამიანია და ამაში უკვე ეჭვებს აღარ იწვევს, რომ ეს სიძლიერე შეიძლებოდა თუ არა ქონოდა ადამიანს. დიახ, შეიძლება ქონოდა, იმიტომ რომ აქ ბუნებრივობას არ სცილდება. თხრობის გეგმიურობა და ამ გეგმის ზედმიწევნით დაცვა, ესეც ერთ-ერთი პლუსია ამ ნაწარმოების
მრავლისაგან მცირედის თქმა ამ შემთხვევაში ჩვენთვის შეიძლება უმჯობესი ყოფილიყო რომ ეს ნაწარმოები თუნდაც 5 ჯერ დიდი რო გამოსულიყო და ყველაფერი ეთქვა, ყველაფერი საინტერესოა, წარსულს ეხება, მაგრამ ნუ ახლა ისტორიკოს თავისი სტილი აქვს და სწორი სტილი. არა ყველაფრის თქმა, არა ერთგვაროვანი ფაქტების ბევრი ასეთი ერთგვაროვანი ფაქტის მოყვანა, არამედ ყველაზე გამორჩეულის, უბრალოდ იმის მითითება, რომ ამის გარდა კიდევ ბევრი იყოს სხვა ასეთი და მე მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მომყავს, ანუ მრავლისაგან მცირედი მომყავს საანალიზოდ განსაჯელად, როგორც ამას ისტორიკოსი მიუთითებდა ხოლმე. შედარებითი მეთოდის გამოყენება, როდესაც დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ანალოგიებს ეძებს ანტიკურ მწერლობაში, ანტიკურ ისტორიაში, ასევე უდარებს დავითს მის თანამედროვე მოღვაწეებსაც და ყველგან ისტორიკოსი დავითის უპირატესობას გვიხსურათებს, თვითონ არ წარმოაჩენს მხოლოდ, არამედ მოყავს ფაქტები, რომელთაც მკითხველი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ დავითის სიძლიერე ხაზი გაესვას, ანუ მისი უპირატესობა წარმოჩინდეს. რა შეგვიძლია საბოლოო ჯამში თქვათ? შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავითის უცნობი ისტორიკოსის თხზულება არის დიდი მეფისადმი მიძღვნილი, ძალიან ღირსეული ნაწარმოები, რომელიც თავისი სტილით, თხრობის სტილით, აგრეთვე შინაარსით, აგრეთვე ისტორიკოსის მიდგომებით, ფაქტიურად მთელი დადასტურება იმისა, თუ როგორ განვითარებულა იმ ეპოქის ქართული არა მხოლოდ საისტორიო, არამედ ზოგადად ქართული აზროვნება.